ერთის მხრივ დიახ, ქალაქის პასუხისგებლობა არის ის, რომ უსაფრთხოება იქნოს უზრუნველყოფილი ქალაქში და როგორც მინიმუმ ქუჩაში მოსიარული ადამიანი არ იყოს საფრთხის ქვეშ, როგორც მინიმუმ და მეორეს მხრივ მოსახლეობის პასუხისგებლობაა, რომ თავისივე კუთვნილ კერძო საკუთრებაში უსაფრთხოდ იქნას მისი და მისი მეზობლების ცხოვრება უზრუნველყოფილი. ეს პასუხისგებლობის გაზიარება ხდება ამ შემთხვევაში, როგორც ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის და თანამშრომლობის მხრიდან, ისე თვითონ მოსახლეობის მხრიდან. მან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები არსებობს. რა თქმა უნდა, გამაგრებულა თბილისში შენობა ნაგებობები, რეაბილიტაცია მომხდარა მათი და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, თანამონაწილეობით. ანუ რიგ შემთხვევებში მუნიციპალიტეტი იღებდა რაღაც 70-90%-იან დაფინანსებას აძლევდა, რიგ შემთხვევაში 100%-იან დაფინანსებას აძლევდა და ზოგან იყო, როდესაც მოსახლეობა თვითონ ერთვებოდა და თვითონ თანადაფინანსებას ახდენდა ამ შენობების რეაბილიტაციის.